რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა და საუკეთესო სრულიები ჩვენს პოლიტპატიმრებს ჩვენ ვივწვით მათთვის საერთაშორისო თანამეგობრობა დგას მათ გვერდით და იდგება მათ გვერდით ბუნებრივია ბოლომდე მანამ სამ არ მივახცევთ დამაჯერებელ გამარჯვებას რუსეთის ტერორისტულ რეჟიმზე სახელად ქართული ოცნება და მინდა ყველა მიცოდეს რომ როგორც არასდროს ისე ერთიანი არის ევროპული აზრი ქართული ხალხის მხარდასაჭერად და რუსული კრიმინალური ბანდფორმირება ქართული ოცნების წინააღმდეგ. ეს არის დაგეთახობით მართლა ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც ყველა ძირითად საკითხსაც დგას ჩვენ ქვეყნის დისესიქში სათანადოდ აფასებს ძალიან კრიტიკულად. აქ უპირველესი აქცენტი მევიტყოდი არის რა თქმა უნდა პოლიტიკურ რეპრესიებზე და პოლიტიკურ დევნაზე, იმ არნახული მასშტაბის დევნაზე, რაც ჩვენმა პარტნიორებმა ისიან დღეს ხდება თავისუფალი პატრიოტი ქართველი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამავე დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი, რაც რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უკვე ფორმალურად აანონსებს დიქტატურას. ეს აღარ არის მარტო ავტოკრატია, ეს აღარ არის მხოლოდ ნაცისტური ზონა, ეს არის დიქტატურა და მართლაც პოლიტიკის მეცნიერებაც კი ისეთ რეჟიმს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გრძალავს, აფასებს დიქტატურად და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძლიერმა საქართველოს დაინიცირა და გუშინ ამასთან დაკავშირებით ჩემს კოლეგას ირაკლი კუპრაძეს და გიორგი სიოძეს ჰქონდა შესანიშნავი ბრიფინგი და მე აქ მუშაობდი და რაც მეტ ადამიანს ვატყობინებდი ამ შინასთან დაკავშირებით, ჩვენ დავაინიცირეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა კონსტიტუციური სარჩელის სახით, რომელიც ქართული ოცნების მავნებლობას, რიგით ანტიქართულ მავნებლობას ეწინააღმდეგება და ჩემი მიზანი აქ ბუნებრივია ამ 2 დღის განმავლობაში იყო რაც შეება მეტ პარტნიორს შეეთხო ამ ამბავთან დაკავშირებით და შემიძლია გითხრათ რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელს ძალიან დიდი ყურადღებით მოეკიდება ალდეც და ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოებიც ამ პროცესს და რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაიცავს კონსტიტუციურ პრინციპებს, ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო არის სრულად მიტაცებული, რომ მართლმსაჯულების სისტემა არის სრულად მიტაცებული და რასაკვირველია, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი არის სრულად უკმაყოფილებული ამ რეჟიმის და მისი სხვადასხვა საათის მიერ. გრიგო, როგორ ფიქრობ, რა იქნებოდა ყველაზე სწორი სტრატეგია ევროკავშირის მხრიდან, რაც ყველაზე მეტ პრობლემას შეუქმნიდა შესაძლებლობების ფარგლებში ქართული ოცნების რეჟიმს, განსაკუთრებით მათი ძალიან ღია ანტიევროპული პოლიტიკის ფონზე, რასაც არ მალავენ და რისი გაგებაც აშკარად არსებობს ევროკავშირში. ეს არის პირველ რიგში სრული ფინანსური სანქციები და ბლოკადა კონკრეტულად იმ პირების მიმართ რომლებიც არიან ქართული ოცნების სადავეებთან, რომელიც არიან ქართული ოცნების პოლიტიკური ის რომ ქართული ხალხი არ დაზარალდეს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართული ხალხი არ დაზარალდეს, რომ რიგითი ქართველი ადამიანი არ იყოს ის, ვინც დაზრალდება ყობახიცის და ასამდე მავნებელი კოცის აი ქართულ ტყავში გახმაურებული რუსების მიერ გატარებული რეპრესიული პოლიტიკის გამო, მაგრამ ამავე დროს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასანქციდეს კონკრეტული პირები, იქნება ეს გადაადგილების კუთხით, სამეზობლო რეჟიმის კონკრეტულად ტარგეტირებულად, ესე იგი აკრძალვის კუთხით, თუ ფინანსური სანქციების კუთხით, იმიტომ ძალიან ბევრ ფონდს ევროპაში არ მარტო სახლები აქვს ყველა მიწის და არ მარტო შვილებს აკრძალვიან აქ სასწავლებლად, არამედ აქვს კონკრეტული ბიზნესებიც და რა თქმა უნდა, მათ უნდა ეს არის ცნობილი. დიახ, ზოგ შემთხვევაში მოქალაქეობაც. ზოგ შემთხვევაში გარკვეული შემორჩენილი საპატიო ჯილდოების და ძალიან მარტივად მათ უნდა ერქვათ სახელი, ამ კუთხითაც მათ არ უნდა კონდეთ ამ სივრცეში ბიზნესის კეთების საშუალება და ფულის კეთების საშუალება, რა ფულითაც მე იტუშკებს აფინანსებენ, რომელიც ნადიმ ხვალაძის ნაირ გულანთებულ მაგარ ადამიანებს და პატრიოტებს და მაგარ კაცებს ხდებიან ლაჩქრულად, სვავებივით სადარბაზოსთან. აი არ შეიძლება რომ ჩეხეთში კონდეს ვიღაცას სატრანსპორტო ხაზი. რომელიც მე აფინანსებს იმას, რომ ნადიმისნაირი მაგარი ხალხი და ეგრევე 20 წლის გოგოებს დაესწრე თავს და სირიონკარო შეასხეს სახეში და რომელი ერთი გამოთვალო, არ შევა რომ აი ეს ფინანსდებოდეს მათ შორის ევროპულ კავშირში გაკეთებული ფულით და ამაზეც მიდის ძალიან ინტენსიური მუშაობა. მათ შორის ანტიკორუფციული მიმართულებით და ესეც არის ალდეს რეზოლუციაში ძალიან საინტერესო ჩანაწერია, რომ დადგინდეს ზუსტი წყაროები
და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი არის ის რომ ქართველი ხალხი იყოს ამ ყველაფრით მოსარგებლე რომ სახელმწიფო ინტერესის პრიმატი აღდგეს და დაბრუნდეს რომ რიგითმა ქართულმა იგრძნოს რომ მარტო ის კი არა რომ კოცი და სანქციები და არა რომ თვითონ არის ამ პროცესების მოსარგებლე რომ თვითონ იცხოვრებს უკეთ ეკრება მართლა მეტი მშვიდობა მეტი კეთილდღეობა კორუფციულად მიტაცებული ფული დაუბრუნდება მას და მის შვილებს. აი ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რომ 40 ლარი კი არ უნდა მიუგდოთ როგორც სახელმწიფო პენსიონერებს, არამედ უნდა დავაბრუნოთ დიდძალი მიტაცებული ქონება და ავლადიდება ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული და ეს უნდა მოხდეს ქართულ ხალხს და საგარეო პოლიტიკა და საშინაო პოლიტიკა ამ თვალსაზრისით სწორედ მათ შორის ქმნის სწორ შემთხვევაში ძალიან კარგ სინერგიას, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკა საბოლოო ჯამში უნდა იქნას გაზომილი ქვეყნის შიგნით. მე ყოველთვის ასე მოვიაზრებ საგარეო პოლიტიკას, ხო? რა შექმნა, რა დოვლათი შექმნა, რა სიკეთე შექმნა სწორმა საგარეო პოლიტიკურმა კურსმა ქართველი მოქალაქისთვის საქართველოს შიგნით. ამიტომ ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სწორ ფილოსოფიას ატარებს და ამ ფილოსოფიას მომსახურებით ჩვენ აქ ყოფი პარტიები, რომელიც ქართული ხალხის სახელით ბუნებრივია ვიცავთ დემოკრატიული ბრძოლის პრინციპებს. ერთი კითხვაც გვექნება გრიგოლაი ევროპელების გადმოსახედიდან როგორ ჩანს აქ არსებული ვითარება იმ გაგებით რომ ჩვენ ვიცით რომ აქ არ დამდგარა სტატუს კო აქ არ არის ავტორიტარიზმი თუ უკვე დიქტატურა ჩაბეტონებული აქ მიდის ბრძოლა ეს პროცესი არ დასრულებულა განსხვავებით ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან როგორ უყურებენ ევროპელები ამ პროცესს აი დემოკრატიის გადარჩენის პერსპექტივას როგორ ხედავენ თუ უკვე იღებენ ხომ არ იღებენ უკვე როგორც დამდგარ სტატუს კოს თუ იმის გამო რომ პროტესტი კვლავ გრძელდება ამ ქვეყანაში ეს აძლევს საქართველოს ამ იმპულსს რომ აქ ჯერ არაფერი დასრულებული არ არის ძალიან კარგი კითხვაა და კრიტიკული კითხვაა პრინციპში არაფერი დასრულებული არ არის ეს ჩვენ ძალიან კარგად იცით საქართველოში ყველა იმ ადამიანმა ვის თქვით რომ ამ ბრძოლას არ შევეშვებით ბოლომდე ვიდრე არ მივახცევთ დამაჯერებელ გამარჯვებას ასე ქართველი ხალხის სახელმწიფო ინტერესების გამარჯვება ჩვენი ეროვნული და ევროპული პრინციპების გამარჯვება და იგივე განწყობა მინდა გითხრათ არის აქაც და რატომ? იმიტომ რომ პირველი ხედავენ გაგრძობით პროტესტი ბუნებრივია და მეორე და ყველაზე მთავარი მათ იციან რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არის სწორი პრინციპების მხარეს. ეს არის ეროვნული და ევროპული ტიპის თავისუფალი დემოკრატიული კეთილდღეობის პრინციპებზე და ადამიანზე მორგებული სახელმწიფო და ჩვენ ამ ბრძოლაში არ გავჩერდებით, მათ ეს ძალიან კარგად იციან. ამიტომაც არაფერი არ არის დამთავრებული, არაფერი არ არის გადაწურული პირიქით, მუდმივად და ჩვენთან საუბარში ეს იგრძნობა, აი ძალიან მარტივად ალბათარი მარტოკოსი მეუბნებოდა გუშინ, რომ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში არის ჩართული, ძალიან ბევრს მუშაობს, ძალიან ბევრს ფიქრობს აინტერესებს ჩვენი აზრი და რომ იქნება მუდმივად კავშირში ჩვენთან განგრძობითად ამას მეუბნებოდა ევროკომისარი რომელიც არის გაფართოების მიმართულებით ესე იგი ევროკომისარი და არავინ ნაკლები ასე გაუსვა აქაც ჩანს მე ვფიქრობ ის ძალიან სწორი და დადებითი განწყობა როდესაც ევროკომისარი გეუბნება რომ ის მუშაობს ძალიან ბევრს ჩვენთან ერთად აპირებს მუშაობას აპირებს რომ აზრი კითხოს აპირებს რომ ხაზზე იყოს და აპირებს რომ ჩვენთან ერთად მიაქციოს იმას რომ ჩვენი ხალხის ეროვნული და ისტორიული გეოპოლიტიკური ამოცანა აღწევს. ამიტომ პირიქით შორს დასრულებისგან ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება ყველაფერი დიდი ეს არის ერთადერთი შემართება რომელიც ვინმე შევა გქონდეს ამ გრძელ და რთულ ბრძოლაში მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ის ანონსი რაც ივანიშვილმა მოგცვა რომ აკრძალავდა პარტიებს დამხლიდა გააუფრდა პოლიტიკურ პროცესს უნდა გვახსოვდეს რომ ეს თავის-თავში შეიცავდა განგძლივ ბრძოლას აი რუსული წეული ტაქტიკებით რუსეთის საგარეო დაზვერვას გააჩნია და შესაბამისად უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს მორგებული სწორედ ამ ცოდნას ჩვენ ვიცით ივანიშვილს და სურს და ჩვენ ვკითხეთ ერთიანად უნდა დავდგეთ ამ სრულების წინააღმდეგ როგორც ერი და საზოგადოება და აუცილებლად ამ შემთხვევაში მივახცევთ იმ გამარჯვებას რომელიც ჩვენ გვექონდეს